გამარჯობათ მეგობრებო. გილოცავთ ძველი ახალწელს. ჩვენი პერედაჩის შემდეგ დაიწყება ჩვენი წინასაახალწლო გადაცემა, კონცერტი უпростоრად და კიდევ ერთხელ, რაც იყო უკვე 31 პირველში ეთერში, კიდევ ნახავთ ეხლა. ძველი ახალწელიანი. კარგი გურიაში კალანდობას ეძახიან, უფრო მაგრად და პომპეზურად აღნიშნავენ გურულები. ძველი ახალწელს კალანდობას ვიდრე ნამდვილ ახალწელს და გურულებს განსაკუთრებით ულოცავ. ჩვენ შუტკები გავაკეთოთ ხო პაწარაში. შაღი ვარიანტი. ვალერი გელბახიანი დავიწყოთ. ახლა ჩვენი ჯილა. ჩვენი ვამპირი ასე თქვათ ხიჩკოკის ცნობილი პერსონაჟის ან თავად ხიჩკოკის ნებად განმასახიერებელი გთხოვთ გავუშვათ დღეს რა შემოგთავაზა. ჩვენი წინა გადაცემა ცოტა ესეთი როგორ გითხრა ღიმილის მომგვრელი კი არა საჭირო თემა გახდა თელიქს თბილისისთვის საერთოდ 5% აზროვნებს დანარჩენი ჭორაობს მაგრამ მე ახლა გეტყვი დღევანდელ დღეს დღეს სასამართლო მქონდა თბილისის საკალათო სასამართლოს თქვენს რომელიც სასამართლოს სამჯერ გაითიშა დენი შუა პროცესში და ზვიჯეკი ციბნელეში ანალოგიურ რომ მოხდა ჩვენ ეთერში კაცფანარი დააძრო და იცის წელი საქართველოს მაგრამ გავაჩვენოთ ესეთი უწყლარი შუტკა ღიმილის მონგრელი იქაც ფანარი დააძრო და ვინათა იმას ქვინების ცნობილი ალბომის გარეკანზე რომ არის ისე გააკეთა თუმცა ამას ქვინები არ იცის ბატონო ვალერონ გელბახიანმა ზატო იცის აქუ არის ცნობილი როკის ქვინი სხვათა შორის ეგ საიდან წამოვიდა ქვინები, ზეპელინები, ბიტლები, ანუ ეგ ეს რა ქვია. მრავლობით ფორმის მიცემა საიდან წამოვიდა ბენდებზე. ბევრნი იყო. ძალიან კარგი შეკითხვა. ლოგიკურია, ბევრნი. ქვინი. რატო ქვინები? ქვინებს უსმენ, ხო. ლედ ზეპელინგებს უსმენ. ზეპელინგები. ბევრნი იყვნენ და მაგიტო. პინკლოიდები. აბა ერთ კაცზე გეკითხა. სხვათა შორის აი ამ მუსიკაში კარგად ჩვენ რატო არ გადმოყვა მაშინ? კარგად გარკვეული. მე ინგლისური შემოვიდა და უკვე მივხვდი. ანუ გურე ინგლისური შემოვიდა ბაზარი არა, მე ცხოვრებაში არ დისნეის არ დაუძახებ დიზნის. გამორიცხული ამბავი ჩემ თავზე არ ვიზალადებ, რომ ეგ შევიცვალო. ვაშინგტონსაც არ დაუძახებ. არ შიკაგოს. შიკაგო. მე ანუ ხო შანსი არა. ხო რატო გამოვასწორეთ მაშინ? რატო არ არის ისე ფიტლები? ეგ საინტერესო საკითხია. მე უფროს თაობა მაზიარა როკს. და ძალიან განსწავლულების იყვნენ და ინგლისურიც იცოდნენ, მაგრამ მაინც ამ ზეპელინებს და იმას იძახდნენ, ქვინებს და ფარფლებს. კი ბატონო. ჩვენ რატო არ შევინარჩუნეთ ეს ძირზველი ტრადიცია? კლევის ექსემინარჩუნებია და არც მაგათი მოსმენა. კლევის აშენა ბაბარაბანუ რო არ მომეკითხება მაგაზე. არ უსმენდი ქვინებს? ბავშვობაში რაღაცას ხო უსმენდი, რაღაცას. ხო, ალბათ. რას? არ ვიცი, ეს არ მახსოვს, მაგრამ მოსმენილი მაქვს, მაგრამ ჩემი მუსიკისადმი დამოკიდებულება ვიცის. სოფლიო ჩემპიონატს არ უყურებ. ფეხბურთის და იქ ისპორტია რა. კარგი. თორნიკე და ზურა. ვინა თორნიკე და ზურა. და თქვა რომ რაღაცა პოლიტიკურად რო გაზრდილია ეს ხალხი. ორ ჩლენში ვარ. მათი წარმოდგენები და რაღაცები იმაზე როგორ იყო ეს პროცესი, ბევრად უფრო დაღვინებულია ახლა. წარმოდგენები მათ შორის პოლიტიკურ მოთამაშეებზეც ბევრად უფრო სწორია ახლა ჩემი აზრით. არ მანამდე თუ იყო რაღაცა ან ორი უკიდურესობა ან რაღაცა ზედმეტი გინება პოლიტიკური კლასის ან რაღაცა ზედმეტად ჩამოკიდება პოლიტიკურ კლასზე, ახლა არც ერთი აღარ არის და არც მეორე აღარ არის და რაღაც რეალისტურად უყურებენ ამ ყველაფერს. ალბათობა ამ ჭყალებში ყბადაღებული ერთობისა რო შედგეს, ახლა არის გაცილებით მაღალი და მივალთ ჩემს ეს მაქა. იცი რატო უყურებენ მე მგონი სხვანაირად ჩემ თეორიას გეტყვი მაგაზე რა, ცოტა აი გაზრდილი რომ მოგეჩვენა თუ პოლიტიკოსებს ამ პრიმიტიულად რო არაფასი ეს არ არის თო პოლიტიკოსებს. ეს ხო ისა რო იპირა. ბიჭო მეგამაინც არის გაკეთა. ისა? მეგამაინც ციხე მოგიხდა. უკაცრავად რა ბეისბოლკა ის 101 Airborne Division-ია ისევ, მაგრამ რა არის ასეთი? საჰაერო თავდაცვა. და მე მაინტერესებს უბრალოდ ის რა იყო, USMC. MC DJ. მიკროკასეტა. ესე იყო, მაიკროკასეტა. ხო და რა არის USMC? მარინ რამე იქნება? მარინ კორპს. ბაზარი არ არის, საღო. ზევით აქ საჰაერო ძალები, ქვევით აქ პეხოთა. ანუ რა ზემოთ არის ორი იმენი ქვემოთ არის ამაზე. ძალიან ხშირად ვუყურებ და არ შეიძლება რომ არ უყუროთ TikTok-ში იქ ძელი ამბავი რომ მიდის ამერიკაში.
საემიგრაციო სამსახურის პოლიციის მაგის ხუდი რატო არა? ხო და ისინი როგორ დადიან? ხო ხედავ, რამდენი რამე კიდია. აი სვათაშორის აი პერფორმანსი იქნება, აი კი ბატონო. მაგრამ ultra libertarianელი რამე, იმით რომ მე ultra libertarianismის კონცეფციაში ზუსტად რომ იარაღის ესე გამოყენება არის ეგ. ანუ вообще ultra libertarianismი არის სომალიში რა. თუ გაინტერესებს ხათაშორის სომალელებს დაძდევენ ეგენი. ხო, სომალიში რაც ხდება და ვესტერნში და ამას რაც მოხდა ზურა ჯაფარიძე იქნება ყველაზე გამრავალი ამის იმიტომ რომ კიდევ ერთი თორნიკე და ზურა გაუშვით. როზო ვესტერნში პირველი ამას დაიშალა გირჩი 2020 წლის არჩევნების მერე ამ კითხვაზე თუ გიპასუხებთ სახინკლეს პისრულო. ცალკე გეტყვის ხოლმე. ცალკე გეტყვის. აგერ მესენჯერში გეტყვის და აი ნახე ხა აუწიეთ შენ არ ჭამს სოკოს ხინკალს შევჭამ. ამას ხინკალი შევჭამე პირველად ცხოვრებაში. ანუ მახსოვს ხინკალი პირველად ვჭამე, მან შევჭამე 8 წელი, 6 წლის ვიყავი, პირველად ხინკალი რო გავსუჭე და ციხიდან რო გამოდი ისე დაპატარებული მქონდა კუჭი 4 წელი შევჭამე. და რაღაცაში შევცხო. ვეგეტარიანი ყოფილა გეიც იქნება ეს ალბათ არ ვიცი. კაი. ვინა ვეგეტარიანი? შენ? გამომიჭრიანი ხამო. გამბერი გახდა ჩემ გაშემო ვეგეტარიანი რატო რაღაცა პროპაგანდა. შენ დიდი ხანია ხო? და რატო გონია რომ დაუშვათ აი შენ ხელურ რაღაცას ვიტყვი. კი რა შუაშე პირალა. არა ეს ვეგეტარიანელი როა მაგითო რატომ გონია გეი. ზოგადად გონია რომ გეი არ ცუდი გაგებით რომ აზროვნებით არის ეგეთი. არ მინდა ეს სიტყვა თქვა თორე რა შუაშე პირალა. აშუაშია და კარგი ხა. მე პირალა. ის არის როგორც იცით რომ ცნობილი ქართული გამონათქვამი და ვეგეტარიანელიც ის არ უნდა იყოს თორე გეი კიდე ეს არ იქნება კაი გაგებით ვეგეტარიანი. ვერსაჩეოდა. ხო და შენ აი საკარო იცახარ და ეგ არის. ეს კაი გაგებით არ იქნება ვეგეტარიანელი. ახლა ამომჭრიანო ნახე რა როგორ ისაა. სოკოს რატო ჭრს? ხათაშორის, სოკო არ სოკო ხო ცხოველია. თუ вообще როსულ თქავს ბაქტერიები არ კვდებიან. დართა ჩაჩუა, ვინ არის დართა ჩაჩუა? ვინ გურის მაგაცი? სახიობიროა. დართა ჩაჩუა. ბებორო ახატია. გაუშვით. დაბეიდებული ხო იცი ის რო იყო? PIMP my ride მანქანას რო გიხოდაო და ეგრე მოხოდა ბებოტი. Pimp my grandma. ხალხი არ გაჩერდება და არ გავჩერდებით და არ გავჩერდებით იქამდე სანამ რაღაცა ოდნავ სამართლიანობას არ მივახცევთ. მაგრამ აი ეს რომ ეს ბრაზი არ გამქრალა და ის რომ ეს ბრძოლა არ დასრულებულა ეს ყოველდღე ჩანს რუსთაველზე ამათი ბრაზი, ამათი ბრძოლა. როგორ რატო არ შეიძლება გავაკეთოთ? მოდი, პირაში ერთხელ გავაკეთოთ YouTube პოდკასტი და რაც შეგვიძლია და რაც გვინდა რომ ვთქვათ, უთხრათ პირდაპირ ამათი ბრძოლა მოოდა. იცი რა არის? ამათი სხვა შეიძლება როგორი ბრძოლა რეალურად ის გახსოვს ბადრიაშუბლაძე რო ამბობდა რო შეგაგინო რას იბრძოლებ და მე რო იყო კოლაჟი რამდენჯერაც გრიშავნიანი აკინებდა. ეგ ბრძოლაა რა. აი შეხედეთ მაგარი კაცი. გარდა იმისა რომ თქვათ სარკასტულად ცოტა თქვათ კრიტიკულად ვაკომენტარებთ ხოლმე ყველაფერს აქ ბევრი ახალგაზრდა არის სრულად მოტყუებული მიხდი ანუ იმ პროპაგანდით იმ 30 წლიანი აი პოსტსაბჭოთა პერიოდის ტრანზიციით რაც შემდეგ ჩვენთან ლიბერალიზმი და ეს თქვათ დასავლური იდეოლოგია დასავლეთი უაპელაციოდ რომ უნდა მიგვეღო ეს როგორც შემოვიდა ნუ ამათმა რა დააშავეს რა რაღაც მხრივ ჩვენ ასევე უნდა აუხსნათ კიდეც რა რომ ძალიან არასწორ ნაწილში იბრძვით რა ძალიან ისტორიის მხარეს არ არის არა ისტორიის სწორ მხარეს კი არა რაზე იბრძვით ეგ ვერ გავიგე ანუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ ჩვენ ესე იგი ევროკავშირი ჯერ ევროკავშირი როგორც საკრალური იდეა როგორ უნდა იყოს ევრობიუროკრატები თვითონ ევროპაში ქვენაირი ახალგაზრდები კონსტიტუციაში არ უნდა გვეწეროს ახალგაზრდა კრეატიული კლასი ევროკავშირის წინააღმდეგი ევროპელები რა იმიტომ რომ ეს არის ბიუროკრატიული კორუმპირებული მანქანა რომელიც ასრულებს ამერიკის გერა deep state-ის ამერიკის კონკრეტული ევროკავშირის წინა ეხა რომ მიჩურთავენ დანიას და რომ გრენლანდიას მიჩურთეს მეტი მიჩურთო არ აღაგინდა იმენა არა მიჩურთავენ არა მეტი რა გინდა ბიჭო ეგრე როგორ უნდა გააბანძო სამეფო ირანზე მინდა იმაზე ხო არ არის ლაპარაკი ერთი ორი სიტყვა სამეფოს ახევენ მიწას ერთი ორი სიტყვა რა 2000 კაცი აკვდარიო მეტნაკლებად სოლიდური მე მგონი არ არის ეგ მაგრამ ზოგი ამბობს გიჟები ამბობენ მაგალითად ვოუკიჯები 20000 მილიონი 20000 და ასე შემდეგ ხო ძალიან ბევრი
დიდი დაპირისპირებაა, ესე იგი ვოუკები, ანუ მემარცხენე გიჟები და ექსტრემისტები ამუნათებენ ამერიკას, რომ თქვენ წააქეზეთო ირანელი ხალხიო, ეხლა ხოცავსო რეჟიმიო და თქვენო სადახართ რაკეტებს რატო არ უშენთო? ჩერგოლეიშვილი იძახის რომ რაკეტები არ უშველის მაგ საკითხს ისე რომ რატო არ შედიხარ ბურთს მართლა არ უშველის ამუნათებენ რა ამერიკას რა და ასევე ამუნათებენ იცი ვის პალესტინელებზე ვინც გამოდიან და პალესტინელების ხარდამჭერები ვინც არიან ახალგაზრდები იმათ ამუნათებენ ამათ რატო არ იჭერენ ხარს აგიმასა აგინებს ამასაც და იგიმასა ანუ ჩერგო და რეიგანის მომხრეები ხარს არ უჭერენ ამათ და იზახიან რომ თქვენ როგორ აქვს უფლება რომ იმათ ისინი გააკეთონ ჩვენ ირანზე კომენტირებას მართლა ძალიან დიდ დროს მოვანდომებთ რომ დავუწყოთ სიტყვას მაგრამ რაღაცა key point-ები რომ გამოვყოთ აი ვოუკების ესე იგი ლიბერალების განსაკუთრებით ვოუკიზმი რადაც გადაიზარდა ლიბერალიზმი და მემარცხენეობა რადაც გადაიზარდა ამ სინთეზში და შექმნა კულტურული მარქსიზმი რასაც ქვია ანუ მარქს გამოაცალა ეკონომიკური დგენელი და დაუტოვა მხოლოდ კულტურული მახასიათებელი აი ამის ფუძემდებელი ალბათ და პოსტმოდერნიზმის ყველაზე მაგარი წარმომადგენელი იყო მიშელ ფუკო ანუ ამათი თქვათ სალოცავი ვინც უნდა იყოს რა აი დღეს რაც არის ჰოლივუდის მეინსტრიმი ამას აკეთებდა ფუკო რა ფუკო სხვათა შორის მხარს უჭერდა ირანის ისლამურ რევოლუციას იმიტომ რომ იყო მის წერილიც მემარჯვენეების წინააღმდეგ ხო მის წერილიც მაქვს აკეთვა ანტიამერიკული განსხვავების იყო ტიპი იყო ჩვეულებრივი ევროპელი მემარცხენეობის აი ლამის სოციალისტი ლამის იმენა სოციალისტი ოღონდ ცოტა პოსტმოდერნული ხაზით ტიპს აქ სტატია დაწერილი აიათოლები არიან ყველაზე შემრიგებლური დისკურსის მქონე ისინი და ეს არის ერთადერთი მდგომარეობა რომელიც არ გვაბრუნებს უკან რეტროგრადიაში არც კომუნიზმია და არც კაპიტალიზმია ერთ ნახე ესე იგი ირანში რაც ხდება ესე დასაკომენტარებელი ნამდვილად არ არის რა ესე მარტივად და ის რა ქვია იანუკოვიჩი და ის ნუ გეგონებათ თქვათ ესეთი მარტივი ირანის სიტუაცია ამას დამატებული ერთი კომენტარი ცე პატარა რა ვერ მალე ვასრულებთ კონცერტი უნდა და ირანი იყო ალბათ ირანის ისლამური რევოლუცია იყო მსოფლიო რევოლუციების ისტორიაში ყველაზე ესე იგი უხვად იყო ჩართული მასში პოპულაცია რა აი რუსეთის საფრანგეთის რევოლუციაში 1% და 2% მომენტი 10 ყველა გაერთიანდა იმიტომ რომ იქ არის აი კოლონიალიზმი რასაც ქვია ყველაზე ცუდი გაგებით აი რუანდაში რაც იყო რომ ესე იგი ბარები არსებობდა სადაც მარტო ბრიტანელი შედიოდა და ის ირანელი ვერა და ვაფშე დედა უპირეს ქვეყანას და ამათ ეს ისტორიული მეხსიერება აქვს და რო დაბომბო ეს არ შეცვლის არა ირანს აქ ყველაზე უცნაურ და რთული მისადგომი გეოგრაფია არა ჯარი ვერ ჯარით ხო რეჟიმი თუ ხო მაგრა დადგა ქვეყანა დაიშალოს აგერ არის ყურიზირში რა თქმა უნდა სად გაიქცევა ის აზერბაიჯანი და სხვა შორს თქვენ არ უნდა გიხაროდეთ ეგ ნამდვილად ეგრო დაიშალოს ვაიმე აუ ჩვენ ვიქნებით თეგო გაუშვით აბა ნამდვილად თეგო მათ შორის პროტესტის და ეს პროტესტი უკვე რაღაც ეტაპზე ვიღაცისთვის შეიძლება იყო მცირე რიცხოვანი, მაგრამ უკვე იზრდება, ჩვენ ყოველ შაბათს ხედავთ ამასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, მრავალ რიცხოვან მარშებს და ასევე ჩვენ მალე ვნახავთ მრავალ 1000-იან და 10000-იან აქციებსაც და ამაში დარწმუნებული და ეს იქნება რა იქნება ამ აქციებისთვის ახალი სიცოცხლის მიმცემი. პირველ რიგში ამ აქციებისთვის ახალი სიცოცხლის მიმცემი იქნება ის, რომ ტემპერატურის აწევა რეჟიმთან წინააღმდეგობაში შევედით იმ პროცესში, რომ ვინ უფრო დაიღლებოდა ამაზე საუბარი აღარ არის, რეჟიმმა ვერ დაღალა საზოგადოება, ახლა საზოგადოება გადავა აქტიურ ქმედებებზე პოლიტიკურ პარტიებთან და დაიღალა. ოცნება დაღლილია. ნო ზეროს დაღლოს. რა რითი ვარ? არა, მარტო ოღონდ მაინტერესებს, აი რითი ვარ დაღლილი, აი ოცნების ხარდამჭერები რითი ვარ დაღლილი. აი რამ შეიძლება დაგყვანოს? იდიოტიზმა? ამათ მოყურებ. სხვათა შორის ხო და არ უყურებ. ეგეცა. ხო, ანუ მე ვიცი ხალხი, ეხლა ჩვენს თავსაც კარგს ვიტყვი, მაგრამ ახალი წელია ძველით, რომელიც არ უყურებს საინფორმაციოს, გვიყურებს ჩვენ მაგალითად და ჩვენ როგორი კუთხით ვაწვდით ინფორმაციას ხო გასაგებია. ჩემონტენმა უყურა, ხო არა, ჩვენ როგორი კუთხით ვაწვდით ინფორმაციას ხო გასაგებია.
ძალიან მიკერძოებულები ვართ და მიკერძოებული ვართ იმაში, რომ საქართველოს გადარჩენა გვინდა ამ მათგან. ხო და ვიყურებს და ყვაყოფილია და ისვენებს, ჭინკებისგან, ხო რა. კაი, შემდეგ თაზო დათუნაშვილი. ბოქსონა რატო გამოდო? ბოქს საინტერესო არაფერს? თაზო არა, დათო თაზუნაშვილი. ხო. წარადგინე რა სწორად. შემთხვევაში რომ ვინმე სხვა პოლიტიკური მდგენელი ან აქტორი საქართველოში დღეს უკეთეს ფორმაშია, ძალიან მძიმე ფორმაშია. მთელი ქართული პოლიტიკური ოპოზიცია განადგურების პირას არის, ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რაც კატასტროფა არის, მართლა აპოკალიფსია ამ ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, ის აბსოლუტურად ყველა კორპუსი სოციალური თითო ინთება ქრება. როგორც მის დემოკრატია საწყისები. ყველაფერს და ყველა ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ყველაფერთან ერთად უნდა გვესმოდეს, რომ ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის, ძალიან რთულად აქვს. ანუ ჩვენო დაგვეხავ, მაგრამ ოცნებას უფრო ცუდად დააქო საქმეო? ბიჭო, რა ვიცი. აი, ხანდახან იცი როგორ მინდა რომ რაღაც ადეკვატური თქვან. ანუ დათოს არ ეთანხმები. აი, არც თენგოს ვათ შორის ეს. აი, ბოკვერია, გველბოკვერია გავუშვა. ზურას მე იმედი მაქვს რომ ამოცანა, ისე როგორც ჩვენ ყველას რომ უბრალოდ სადეგზელო კი არ იყოს. თუმცა არამედ პოლიტიკურ ძალებს შორის სტრატეგიაზე და ქსელის წესებზე, ერთმანეთთან ურთიერთობის წესებზე მოხდეს შეჯერება პოზიციების. იმიტომ რომ არაფრის მომტანი არ ახლა უბრალოდ ერთიანობაზე ლაპარაკობ და მე შეთანხმებიდან გახვალდა თვითმართველობის სამშობლო. ბიჭო, ჯემს მიაქციეთ ყურადღება. მიყიდვობს ამისთვის ჯემპრებს და ზედებს. ქვედებს ვერ ხედავთ რა. თვითონ შანსი არ აქვს. არა, კი, ანტი-სტილს. იმიტომ რომ იმდენად ჭკვიანია, რომ ამაზე აღარ ფიქრობს და ანუ ცუდი უნდა თვითონ რამეს ყიდულობს. პირიქით, ცუდი უნდა იცვას რა. არის, მაგას მნიშვნელობა არ აქვს რაცია ვაფშე. ცუდის არაფერანგი კაია, იმიტომ რომ ჭკვიანი კაცი. ეს რაცია. იმიტოაცია, რომ ჭკვიანია და არ უყურებს რა. იხდი? აუ, საოცარი ტიპია. გენიოსი. როგორი მოძველებულია, იცი? აი, ხო და გენიოსი მე-19 საუკუნის პოლიტიკოსი კონცენტრირდებიან. 80-იანი წლების მე-19 არ, კაი, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების პოლიტიკოსია. ერთ ლაპარაკობს რა უნდა. აი ეს ნაგავი, როდის გაიწმინდება ხახო, რამდენი ნაგავი ამ მართლა ავგიას თავლას ვინ გაწმინდავს ქართული პოლიტიკა, რასაც ქვია. როგორ ჩაბღაუჭებულები არიან. სხვა ჩვენ ხო არ გავიგოთ ჩვენ, გავიკითხოთ. მეკითხავ მე. აი CBS News-ი შეიძლება დაიწყოს პროცესი. აი CBS News-ი ამბობს, რომ 20,000-მდე ადამიანია გარდაცვლილი. CBS-ი ამას ამბობს, რა. ჩერგომ დღეს 2,000 დაწერა. ჩერგოს უბრალოდ დობილი. ამ შემთხვევაში. ხო CBS არა. ჩერგომ სხვაშორის ტრამპს რიტორიკა დაუწუნა. დაუწუნა? გრენლანდიასთან მიმართებით. რატო? არ დაყარება პიკასო? ტრამპმა სხვაშორის ეგრე ცოტა ისეთ კომენტარებს აკეთებსო რა. ნუგზარ წუკლაური. მე და პანელზე ჰილარისთან ერთად რო ჰილარისთან ერთად ხო? პანელზე კლინტონს რო ისე ემუქრება? დაჭერა. დრაზე იცი? გამოუცხადებლობაზე. არ მისვლაზე. ესენ გაზეთ ხოშტარიებდი ესე ხოშტარი არა და. თავისი თეატროლოგია ყველას უნახავდეს. რატომაცია? სალომე სამადაშვილი არა. ნუგზარ წუკლაური. ამბილად არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სიმძიმის ცენტრი დაკარგული არის. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიებს აქვს საკმარისი ერთობა იმ სოფხების გარშემო, რომელიც ასევე ახლა მნიშვნელოვანი კითხვა. ბოცო ესაა, ხო? კი, ბიჭო. დავსვი. რაღაცა როგორ რა გავაკეთოთ? არ შეიძლება ამათი გაშვება ეთერში. კიდევ ერთხელ ჩვენ ვიღებთ მიკროსკოპს, ძალიან ძლავს და სადღაც ტილს ვიღებთ ან რაღაცა ამებას და იმას ვაკვირდებით და ადამიანებს მიკროსკოპი არ აქვს, ისინი ამას ვერ ხედავენ. ვის ვაშუქებთ, რას ლაპარაკობენ, რას ბოდავენ რა. აი ხა რომ გახვიდე გარეთ და ქუჩაში გაცილებით მეტ საინტერესო ადამიანს ნახავ, მეზოვეს, ქუჩის გამყიდველს, ნებისმიერ შედი და გაცილებით საინტერესო ანალიზი ექნება. აი ჟოფრეი გაუშვათ. ჟოფრეი. ვინა ჟოფრეი? ჟოფრეი. ჟოფრეიმდე იცი იმდენი უწია. კაი, გაუშვა და დავასრულოთ ხა. აბა ვინ არის? ჟოფრეი იცით ვინ არის, გოგოებო? იცით ვინ არის ჟოფრეი? ხუხაშვილზე რატო უნდა ჟოფრეი რატო არის? ხუხაშვილი რატოა? აღარ არის თან ჟოფრეი. დავით ზურაბიშვილი, დავით. აღარ არის ჟოფრეი. აღარ არის. ბიზნესმენი აღარ არის. აბა ეხა რა არის? შმოფრეი. მithქოდი, მაგრამ რა ვიცი არ შემილია. ხო გაუშვი.
ბელადი ჭირდება, მაგას აქეთ ამხედავ ბელადი. ჭირდება მაგრამ გადაამტოლებს და გადატეხავს წელში და სხვა მხრივ ეს შესაძლოა იმ ხელა უკმაყოფილება რეალურად იმ ხელა უკმაყოფილება რომ მაგალითად რუსთაველის პროტესტზე რაც ხდება რუსთაველის გამზირზე რაც ხდება ეს არ დამთავრდება ამას ვერ ჩაახშობს ხელისუფლება და ვერ გააჩერებს იმ რიგული რაღაც და დრაკონული კანონებით მაგრამ ეს ვერ ცulis ხელისუფლების ბუნებას თავისთავად ხელისუფლება ამით არ მარცხდება ამიტომ გრძელდება რა აი ცნობილი რუსული გამოთქმა ასეთი საშინელი დასასრული ჯობია დაუსრულებელ საშინელებას ჩვენ ვართ დაუსრულებელი საშინელების სტადია ვაფშე არა ვართ ეს თქვა შორის ვაფშე არა ვართ რა ანუ როგორიც ესო არ დასრულდება ანუ ზოოპარკი იქნება სულ ხო ეს აი ზოოპარკი იქნება სულ შეიძლება ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გახდეს გინესის რეკორდებში შეიძლება შევიდეს როგორც თვითონ ამბობენ 20 კაციანი ყველაზე დიდი პროტესტი. ეს ამას ყოველს რა გაეპარა დიანასთან ერთ-ერთი მეტი არ იყოს ჩემი და ჩვენ რამე მოვახერხოთო. ხო, ეგ თქვა. რო ეგონათ რომ ეთერს გარეთ იყვნენ უკვე. ხო და ნუ დიდახ მეგობრებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემო კარგებო ამაზე. ბედნიერი წელი. ბედნიერი წელი ძველ ახალწელს გილოცავთ, სულ ცოტა ხანში მეგობრებო, დაიწყება ჩვენი წინა საახალწლო რომელიც უკვე უშიკარნესი კონცერტი. 2 კვირის წინ გავუშვით. ჩვენ გელოდებით ხვალ ცისფერ ეკრანებთან და უკვე ორშაბათიდან მეგობრებო აღდგება ჩვენი პროდაქშენიც, ანუ დილა, შუადღე და ასე შემდეგ გადაცემებიც გილოცავთ. კარგად ზარდებოთ. ყველამდე